მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ძალიან ჩვენს მიერ გასულ წელს ძალიან მოგრძალებულ სამუშაოებს, რომელიც სოფელ ფხეროში ჩავატარეთ. სამუშაოები დაფინანსებული იყო ორგანიზაცია ACO არის მიერ, რომელიც ამერიკული გახლავთ და მოგეცა საშუალება მიგვეღო მცირე გრანტი. ძეგლი მდებარეობს, როგორც მოგახსენეთ, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფხეროსთან. ეს გახლავთ მესხეთის ქედის სამხრეთ კალთა და გადაჰყურებს ქვაბლიანის ხეობას. ეს გახლავთ ნამოსახლარი. აი ამ ტერიტორიაზე გახლავთ ნამოსახლარი ბუნებრივი წარმოშობის, საკმაოდ მაღალი გორის ფერდობზე და ტერასისებურ მოვაკებაზე. ძეგლი დაფიქსირდა 2021 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს. სწორედ აი ამ ტერიტორიაზე შეგროვდა ზედაპირული არქეოლოგიური მასალა, ხოლო აი წითლად მონიშნულ ტერიტორიაზე და ჭრილში დაფიქსირდა კულტურული ფენა. ეს გზა არის მთაში მიმავალი და ახალი გაჭრილი იყო და ამდენ მოგვეცა საშუალება აქ შეგვეგროვებინა არქეოლოგიური მასალა. ეს გახლავთ ახლო ჭრილი ამ ნამოსახლარის და აქ შეგროვებული მასალით უკვე ცხადი გახდა ორჭოსანთან ძალიან ახლოს დგას სამწუხაროდ კომპიუტერის გამო არეულია პრეზენტაცია და წარწერები აქ აქეთ გახლავთ პარალელები ორჭოსანიდან იქით კი აქ ფხეროზე ზედაპირულად და ჭრილში შეგროვებული არქეოლოგიური მასალა. ასევე გარდა კერამიკის აქ შეგროვდა ანდეზიტის იარაღები, რომელთა ნაწილსაც ასევე ახლო პარალელები ეძებნება ორჭოსანის ნამოსახლართან. და უკვე გასულ წელს გადავწყვიტეთ მცირე მასშტაბის გათხრებით ჩაგვეტარებინა. ჭრილიდან დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით აიგეგმა 10-10 კვადრატი, რომელიც გაყოფილი იყო ჯვარედინი უღლებით. ამ ჩვენი თხრილის ნაწილი მოექცა რამდენადმე სწორ ზედაპირზე, ხოლო ქვედა 2 კვადრატი, როგორც ხედავთ, ფერდობზე, რომელიც ასე დაზიანებული იყო საქონლის ღრმა ბილიკებით. აქ ჰუმუსის მოხსნისთანავე გამოჩნდა მოყვითალო ფერის თიხნარი, რომელშიც არეული იყო საშუალო ზომის ქვები. პირველ კვადრატში დაახლოებით 70 სანტიმეტრამდე დაღრმავდით და ერთგვაროვანი ფენა გრძელდებოდა, ხოლო მეორე კვადრატში გამოჩნდა ორმოები, 3 ორმო გამოჩნდა, რომლებიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ეს ცენტრალურ ნაწილში შედარებით დიდი ზომის ორმო იყო წარმოდგენილი, სადაც შევსების 3 დონე გამოიყო, თუმცა მასალა ერთგვაროვანი იყო და სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს ეს მასალა. თუ თარიღში ამ შუა საუკუნეებში კორექტირება არის შესაძლებელი და ვინმე შეუძლია რჩევა მოგცევს, დიდად დაგვავალებთ. რაც შეეხება მეორე ორმოს, ის ძალიან მცირე ზომის იყო, 12-15 სანტიმეტრამდე სიღრმის, თუმცა საკმაოდ დიდი რაოდენობით კერამიკულ მასალას შეიცავდა და ეს გახლავთ მესამე ორმო, რომელიც გაუთხელ ფართობში ვრცელდებოდა ძირითადად, ხოლო მცირე ნაწილი გავწმინდეთ, აქაც ანალოგიურად შუა საუკუნეების კერამიკა გამოვლინდა და ერთი მცირე ზომის ძვლის ნივთის ფრაგმენტი, რომელსაც ორივე ზედაპირზე ირიბი ნაკაწრები აქვს. ორმოების გათხრის შემდეგ ამ ორმოების კედლებში ჩანდა, რომ ეს ყვითელი ერთგვაროვანი ფენა კიდევ ვრცელდებოდა დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიღრმემდე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ იქ აღარ გაგვიგრძელებინა სამუშაოები და უფრო ქვედა 2 კვადრატში კონცენტრირდით, სადაც ასევე მსგავსი მოყვითალო ფერის თიხნარი დაფიქსირდა, რომელიც თითქოს ბუნებრივი წარმოშობისას მუშაობის პროცესში გავდა, რომ სტერილური ბუნებრივი წარმოშობის თიხნარი უნდა ყოფილიყო, თუმცა თითოეული ფენა შეიცავდა ნახშირის ჩანართებს და ასევე სხვადასხვა ტიპის არტეფაქტებს, იყო ობსიდიანის ანატკეცი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ზედაპირზე ასევე ზედაპირთან ახლოს აღმოჩნდა ბრინჯაოს საყურე, რომელიც ადრე შუა საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. რაც გვაფიქრებინეს, რომ შესაძლოა ამ ტერიტორიაზე ამ პერიოდის სამაროვანიც არსებულიყო. მთლიანობაში 2 მეტრის სიღრმემდე მოხდა ამ თხრილში დაღრმავება, თუმცა ამ ქალკოლითურ ფენამდე ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ზუსტად ვიცით, რომ ქალკოლითური ფენა ამ სედიმენტის ქვეშ არსებობს, თუმცა რომ მიგვეღწია ეს ჭრილის მიხედვით, იმ დონემდე რომ მიგვეღწია, კიდევ მეტრ-ნახევარი მინიმუმ უნდა ჩავსულიყავით, რაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო ამ სამუშაოების შესრულება.
საინტერესოა თვითონ ამ თიხნარის დაშრევების პროცესი, საიდან ჩდება ეს ასეთი ინტენსიური თიხნარი, როგორც ხედავთ, განსხვავებული არის როგორც ფერით, ასევე შემადგენლობით ეს თიხნარი და ჰორიზონტალურად არის დაშრევებული ამ ფენებზე. ჯერჯერობით გაუგებარია. პალინოლოგიურად შევისწავლეთ ეს თითოეული ფენიდან ავიღეთ ჩვენ ნიმუში, მხოლოდ ერთი იყო შესწავლილი ეს ძირა ფენა და საკმაოდ ფართო სპექტრი არის წარმოდგენილი, თუმცა გაუგებარია მაინც რაღაცა გასაღები ვერ ვიპოვეთ მისი წარმოშობის შესახებ. თუ კი რაიმე სედიმენტზე, რაიმე ტიპის ანალიზის ჩატარება არის დამატებით შესაძლებელი და თუ მოგვაწვით ინფორმაცია ასევე დიდად დაგვავალებთ. ხო, შემდეგ უკვე გავაგრძელეთ სამუშაო აი გზის შრილში, სადაც გამოჩნდა ორმოების კონტურები. მოგახსენეთ, რომ წინა წლებში ეს ორმოები არ ჩანდა და სწორედ ამ გაზაფხულის წვიმების შემდგომ და გზის გაჭრის შემდგომ პერიოდულად ხდება ამ პროფილის ჩამოშლა და სწორედ გამოჩნდა ამ პერიოდში ეს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გამქრალიყო ეს მონაცემები, ორი ორმო გაგვეთხარა ამ სეზონზე. დიახ, სწორედ ეს ორი ორმო გახლავთ, რაც პროფილში გამოჩნდა. და გადავწყვიტეთ ამ ორმოების თავზე გაგვეკეთებინა მცირე ზომის თხრილები და ზევიდან მომხდარიყო ამ ორმოების შესწავლა წესისამებრ. აქ ეს გახლავთ პირველი თხრილი, პირველი ორმოს ქალკოლითური ორმოს თავზე გაკეთებული. აქ ჰუმუსის მოხსნისთანავე გამოჩნდა ეს ჟანგისფერი მოყავისფრო მუქი შეფერილობის კულტურული ფენა, რომელიც შეიცავდა დიდი რაოდენობით არქეოლოგიურ მასალას. მათ შორის თხრილის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა ეს ქვების რთული სათქმელი რამდენად წყობა არის, თუმცა ეს ქვების სტრუქტურა, რომელზეც შემორჩენილი იყო ბათქაშის ფრაგმენტები, საკმაოდ დიდი რაოდენობით და მის უკანა ნაწილში დაფიქსირდა გვერდნაკლული მცირე ზომის ჯამი. სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებული კონტექსტი ვრცელდება გაუთხრელ ფართობში, ჩვენ არ ქონა იმის დრო, რომ გაგვეგრძელებინა სამუშაოები, ამიტომ გაურკვეველია სრული კონტექსტი ამ ნაწილის. და ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით სწორედ ამ ორმოს გათხრაზე. როგორც ხედავთ, ორმოს ნაწილი ტექნიკის მიერ თუ შემდგომში უკვე პროფილის ჩამოშლის შედეგად განადგურებულია და მხოლოდ ორმოს ნაწილი შევისწავლეთ. ორმოს შევსება არაერთგვაროვანი იყო, წარმოდგენილია სხვადასხვა შრეები და თუ კი ყურადღებას მიაქცევთ, რაზეც შემდეგში მინდა ყურადღება გამომახვილო, თითოეული ორმოს შევსების თითოეული ფენა არის დაფერდებული დასავლეთის მიმართულებით, ისევე როგორც ორმოს ძირი. მთლიანობაში ამ ორმოში საკმაოდ მრავალფეროვანი მასალა აღმოჩნდა, ძირითადად თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელიც ტიპიურია ამ პერიოდისათვის. გარდა ამისა, დაფიქსირდა ასევე საქონლის ნეკნზე დამზადებული ორი იარაღი და სპილენძის გაუგებარი გაურკვეველი ნივთი. ბრტყელი არის. განიერი არის და ბრტყელია და კაუჩს გავს ესე რომ შეხედავ, თუმცა ბრტყელი და განიერი კაუჩი ცოტა ეს გახლავთ მეორე ორმო ამ შემთხვევაში. აქაც ზედაპირიდან დაახლოებით 5 სანტიმეტრის სიღრმეზე უკვე გამოჩნდა კულტურული ფენა, რომელიც შეიცავდა მხოლოდ და მხოლოდ ქალკოლითური პერიოდის მასალას და ეს უკვე ორმოს გამოჩნდა ასე ორმოს კონტურები და აქ ჩანს რომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ორმო, არამედ კულტურული ფენა და სავარაუდოდ ასევე ორმოები გრძელდება გაუთხრელ ნაწილშიც. აქვე გეტყვით რომ ამ თხრილებიდან რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს ორმოების თავზე, იმ ძირითად თხრილში სადაც ვერ მივახციეთ ქალკოლითურ ფენამდე, მანძილი არის 3 მეტრი. ამდენად ამ თიხნარის ქვეშ ნამდვილად ვრცელდება ეს ამ პერიოდის კულტურული ფენა. როგორც ხედავთ, აქ კარგად ჩანს უკვე რღვევა და ფაქტიურად ჩვენ რომ არ გაგვეთხარა ეს ნაწილიც 1/4 პრაქტიკულად განადგურდებოდა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება და პერიოდულად ხდება ჩამოშლა პროფილის. ეს გახლავთ ამ ორმოში აღმოჩენილი ერთ-ერთი ნივთი, რომელსაც პარალელი ასევე ორჭოსანის ნამოსახლარზე ეძებნება. ეს გახლავთ საქონლის ბეჭის ძვალი, რომლის ზედაპირიც გარკვეული ინტერვალებით არის დაჭდეული. ამავე ორმოში აღმოჩნდა ხელსაფქვავები და ანდეზიტის იარაღები.
მათ შორის საინტერესოა ანდეზიტის ნუკლეუსი. ასევე ძირითადად აქ კაჟი თითქმის არ გვხვდება ამ არც ერთ ორმოში, ძირითადად არის ოფსიდიანის ანატკეცები და მათ შორის მხოლოდ რამდენიმეა, აი ეს 5 ნივთი არის, რომელსაც ეთყობა იარაღი არის, მოკლედ დამუშავების და გამოყენების კვალი. ეს გახლავთ ამ მეორე ორმოში აღმოჩენილი კერამიკული მასალა, რომელიც ასევე ტიპიური არის ამ პერიოდისათვის, გვხვდება ჯამები, ქილები და ეს ქოთნისებური ჭურჭელი. მათ შორის აღსანიშნავია ეს, რომელიც ზედაპირით შეღებილია წითლად, სამწუხაროდ სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით საღებავი შორდება ამას და თუმცა მაინც შენარჩუნებულია ეს გახლავთ სფერულტანიანი ჭურჭელი. აი სწორედ ეს გახლავთ ეს წითლად შეღებილი ფრაგმენტები, რომელსაც პარალელები ეძებნება როგორც ბერიკლდეებზე, ასევე ორჭოშანის ნამოსახლარზე. რაც შეეხება წეგან იყო სწორედ ამაზე საუბარი ბზენარევი კერამიკა, აქ გვხვდება ჩვენ ნამჯანარევი რთულია დაუძახო, თუმცა ორგანულ მინარევებიანი კერამიკა საკმაოდ დიდი რაოდენობით არის, განსაკუთრებით დამახასიათებელია ეს მინარევი ტაფებისათვის, თუმცა ის კლასიკური ნამჯანარევი, რასაც ვეძახით, რაც ბერიკლდეებისთვის არის დამახასიათებელი და იგივე ლეილათებისთვის, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ამ ძეგლზე, ძირითადად არის ეს კეცის სამი ჯგუფი ქვიშა მინარევიანი ძირითადად. ჩვენ თითოეული ორმოს შევსება თლიანი მიწა შევინახეთ, გაირეცხა და დამუშავდა, უკვე მივიღეთ ბოტანიკური შედეგები, საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი აქ ბოტანიკური ნიმუშების, მათ შორის არის კელიანმარცვლიანი ქერი, ოსპი, ხორბლის სხვადასხვა სახეობები და ასე შემდეგ, რაც თუ შევხედავთ რიცხვებს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი არის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2 ორმო არის შესწავლილი ამ დროისათვის. ასევე შესწავლილია ფაუნისტური მასალა, ქალკოლიტში, როგორც ხედავთ, ძირითადად წვრილფეხა საქონელი არის დომინანტი, რაც ეს სურათი ზოგადად ტიპიურია ამ პერიოდისათვის, თუ გავითვალისწინებთ მონაცემებს სხვა ძეგლებიდანაც, სწორედ წვრილფეხა საქონელია, ცხვრის და ცხვარი და თხა დომინირებს ამ პერიოდისათვის. მოგახსენეთ, რომ ყველა ფენა ქალკოლიტური ორმოს შევსების თითოეული შრე ორმოს იატაკი მათ შორის და მანამდეც მის თავზე არსებული კულტურული ფენები არის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით დაფერდებული, რაც სავარაუდოდ ბუნებრივ მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, შესაძლოა რომელიც მოხდა სწორედ ქალკოლიტის პერიოდში და შეიძლება ამას შეეწირა აქ ნამოსახლარიც, იმიტომ რომ უკვე მის თავზე არსებული ფენები, რაც უშუალოდ ადევს ქალკოლიტურ კულტურულ ფენას, ის უკვე ჰორიზონტალურად არის დაშრევებული. ცხადია, ამას მომავალი კვლევები ჭირდება, თუმცა ამ კუთხით ძალიან საინტერესოა. ხო, მოკლედ გამოტოვა რამოდენიმე სლაიდი, რომელიც სწორედ ამ ნაჩვენები იყო სლაიდებზე, ამ ქალკოლიტური ფენის დაფერდებული ფენის თავზე, როგორ არის უკვე მომდევნო ფენა ჰორიზონტალურად. შესაბამისად, აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა ეს ვარაუდი, რაღაც ბუნებრივი, შეიძლება ძალიან ლოკალური ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, რამაც გამოიწვია ეს. ეს გახლავთ ჩვენი მიერ ჩატარებული სამუშაოები უკვე არქეოლოგიური გათხრების დასრულებისას, როგორც ხედავთ, ძალიან მცირე მასშტაბია, მცირე მონაკვეთი არის შესწავლილი ამ ტერიტორიის და აქ კარგად ჩანს სხვაობა ასევე ამ ქალკოლიტურ ფენასა და ამ ძირითად თხრილში თიხნარს შორის. ეს გახლავთ ორივე ორმოდან მიღებული რადიოკარბონული თარიღები და შედარებული მაქვს ორჭოშანის თარიღებთან და თითქმის სინქრონულია.
ეს თარიღები, ეს პერიოდი საინტერესოა იმითაც, გარდა იმისა, რომ ზოგადად წირი გვაქვს ამ პერიოდის ნამოსახლარები მით უფრო სამცხეში და ასე შემდეგ, ასევე საინტერესოა იმითაც, რომ ბას მოსდევს უშუალოდ ეს ყველაზე ადრეული თარიღები, რაც გვაქვს მტკვარ-არაქსის, უშუალოდ მოსდევს უკვე და ამდენად ამ კუთხითაც საინტერესოა ეს პერიოდი. კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, რაც არის ამ ძეგლთან დაკავშირებით, გახლავთ მისი მდებარეობა. ამ ძეგლის გავლის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ფერსათის პლატოზე მოხვედრა, რომელიც დღემდე მთავარ ეკონომიკურ საყრდენს წარმოადგენს ამ რეგიონისთვის. და ვფიქრობ, ფერსათის პლატოს ეს როლი და მნიშვნელობა მისი საძოვრების შესაძლოა უკვე ქალკოლითურ პერიოდში ყოფილიყო გააზრებული და რაღაცა ერთგვარი კონტროლის საშუალებას აძლევდა აქ არსებულ ნამოსახლარს ამ საძოვრების. ეს რა თქმა უნდა მომავალი კვლევის საგანია, თუმცა პერსპექტივა საკმაოდ დიდია ამ კუთხითაც. სამუშაოების დასრულების ბოლოს მოხდა თხრილების დაკონსერვება და ძირითადი თხრილის 10-ზე რაც იყო მისი რეკულტივაცია ტექნიკით. სამწუხაროდ კომპიუტერმა არ მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო სიღრმისეულად, მაგრამ რაც არის, ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის. ახალგაზრდა გამოცდილი მეცნიერის მედალე მოიწოდება თავისი რადიოკარბონით, თავისი ანალიზებით, ანგარიშის ესეზე მოსასწრებელია. ასე გაკეთებული და ანალიზები თვითონ ნახა მნიშვნელოვანია. ხმარტო ორჯოსანი არა გვაქვს და ესეთი ითხოვი რატომ ასორი არის ამერიკული ორგანიზაცია. ამერიკული ორგანიზაცია არის ასორი, ესე ქვია, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის კავკასიასთან და სირია და ისრაელის ტერიტორიაზეა, მაგრამ რაღაცნაირად საპროექტო მოეწონათ და რა ვიცი, დამიფინანსეს. პროექტი შეიტანა და დააფინანსეს. ამის მცდელობით არის, რომ შესრულდა ეს სამუშაო. მტკვარ-არაქსი არ არის, ცალკეული ფრაგმენტები არის თვითონ ამ ორმოებში, რომელიც შავპრიალა ცალკე რომ ენახა, ვიტყოდი რომ მტკვარ-არაქსია თქო რა, მაგრამ ისე არ არის. ძალიან საინტერესო ძეგლია, ჩვენ ვიყავით ამ ძეგლზე და მაშინ ისეთი იყო, რომ ესეთი ამდენი ინფორმაცია არ იყო და რამდენად ძალიან საინტერესო თარიღი ორჭოს არის, რამდენად მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა მას მერე, რაც რადიოკარბონებით შეიცვალა მისი თარიღი დაგუჩნდა, რომ ბევრი განსხვავებული აზრის გამო ბევრი საინტერესო ასპექტები გამოჩნდა რადიოლოგიური ხანით და პირველად რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აბასთუმის კანონების მასალა, რომელიც ადრევე უკვე რადიოლოგიური ხანით იყო და ისეთი დათარიღებული, უკვე გააჩნდა მთელი ქსელი ამ პერიოდის ძეგლებისა და ერთმანეთთან კულტურული ურთიერთობების ამსახველი მასალები. არის იმპორტი, რომელიც არის ადგილობრივი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარატები კითხები პარარაქსი, იმიტომ რომ პარარაქსი რომაში ორკესტრაში ის ნატეხები რაც ნაკეთა ადრე პარარაქსი ვეგონა, მაგრამ მე ფორმები, სხვანაირი ფორმა არის, ამიტომ ეს ტექნოლოგიური ინოვაციური ტექნოლოგიები, ანუ გაყრიალება, შედება, პრაქტიკულად აქ სრულიად სხვა ეტაპზეა, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. ამიტომ მესხეთში ახლა შეგვიძლია ვთქვა, რომ ძალიან ესეთი აქტუალურია და საკითხი მესხეთში აი ამ ენეოლოგიური ხანის მასალების გამოჩენისა და მათი კვლევის. ეხლა ჩვენ პრაქტიკულად უკვე ყველა გვაქვს რადიოკარბონული თარიღები და იგი სადღაც 3500-3400 ფებით რუსებით არ ჩამოყალიბდეს. ამის გამო არის, რომ ეხლა სხვანაირად გახდა კიდევ ბატონი ტარიელ ჩუბინიშვილის მოსასწრება ის, რომ ახალციხის ამირანის გორაზე მან გაათარიღა
ენდემიტური ხალით რაღაც ფენა და სამარხი და აღმოჩნდა რომ ეხლა ბევრი რამე მოვიწია და აღმოჩნდა რომ ის პიქტოგრამებიანი ჭორჭელი სწორედ იმ პერიოდის ანუ მესამე ფენის სამარხებსა საიდანაც მათ რადიოკარბონი აქვს და 3600-ია ის სამარხი რომელიც არის ის პიქტოგრამები ლამაზი ჭურჭელი რომ ამის გამო იქ მოსაძებელია ბატონი ტარიელის მიერ გათხრილ მასალებშიც რა არის იქ ენეოლითური და ეს ძალიან საინტერესოა აჩვენებს აი მესხეთში სწორედ აი ამ კულტურების ცვლილებასა და მტკვარ-არაქსის ადრეული მტკვარ-არაქსის ასე ჩამოყალიბებისა და აი ამ ინოვაციური ტექნოლოგიების შემოცვლის პროცესს. ამიტომ უნდა გიორგის ლოცვა-ძალიან კარგია და მიხარია რომ ახალგაზრდა არქეოლოგიაზე დაერა ზუსტად ერთ პერიოდში მოხდა სწორ ადგილზე და სწორ რეგიონში, სადაც ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული და ქრონოლოგიური ასპექტები გადმოსწყვეტა.